პოლონეთი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტს მასპინძლობს. სამიტი ვარშავაში ოფიციალურად კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ელისო ვირსალაძე ასევე ლიტველი შემსრულებელი მონაწილეობდნენ. ამ კონცერტს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი. უკვე დღეს გურა მოდიშარია ვარშავის ოპერის ეროვნულ თეატრში გამოვა და მოხსენებას წაიკითხავს სახელწოდებით კულტურისა და განათლების სფეროების შეფასება საქართველოს მაგალითზე. როცა მუსიკა ჟღერს, მაშინ მშვიდობაა, მაშინ არ არის ომი. აი ეს არის მთავარი სლოგანი. როდესაც ჩვენ მივიღეთ დღეს მონაწილეობა ამ სამიტის ფარგლებში, პირველად საქართველოს მე ვფიქრობ, რომ აი ყველაზე ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მესეჯი, რომელიც ჩვენ მივეცით პოლიტიკოსებს, ადამიანებს, რომლებმაც უნდა შექმნან მშვიდობა, ეს არის მუსიკა. ეს არის სამიტი, მე-13 სამიტი და უამრავი ნობელის პრემიის ლაურეატია. უკვე დაიწყო, გაიხსნა და დღეს ჩვენ შევუერთდით ამ ღონისძიებას და ელისო ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ საოცრება მოახდინა, აქ ისე დაუკრა. გარდა ამისა, ლიტველი ბავშვები 12 წლის მუსიკოსები გამოვიდნენ.